ოჯახს დასჭირდა 1.1 საათი პლაჟზე მისასვლელად. ნუ რეალურად ეხლა რო შევხედოთ სიტუაციას, არავინ არ გეტყვით ცხოვრებაში იმას, რომ აი მე სიტყვაზე გველების გასახელად გჭირდება 2.7-75 წუთი. წელადებში არავინ არ ლაპარაკობს საათებზე, მაგრამ თქვენ ეს პირობა უბრალოდ გჭირდება, რომ წელადების შეკრება, ასე ვთქვათ, დავამოღამოთ და გავიჯინოთ კარგად, რომ შემდგომში ვიზუალურადაც შეგვეძლოს წარმოდგენა, რას ნიშნავს წელადების შეკრება, წელადების გამოკლება, ასე რომ მოდი გავაგრძელოთ ამოცანის პირობის კითხვა. და შემდეგ 3.2 საათი გვიშაზე თამაშობდნენ და ცურავდნენ. სულ რამდენი საათი გასულა? ანუ გვაინტერესებს აი ამ საათის და აი მეორე საათის შეკრება უბრალოდ. ჯამი გვინდა მათი. მოდი ამოვიწეროთ ეს ყველაფერი. ანუ მე საბოლოო ჯამში სულ რამდენი საათი გასულა, ეს რომ გავიგო, 1.1-ს უნდა დავუმატო და რენ მარტივად 3.2. მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ ვიზუალურად როგორ ჩანს ეს ყველაფერი. ესე იგი, პირველ რიგში დავიწყოთ 1.1-ით. რას უდრის ეს? ანუ მე მაქვს 1-ისა და 1.4-ის ჯამი. 1 რა თქმა უნდა შემიძლია წარმოვადგინო როგორც 4.4, იმიტომ რომ ნიშნულები ერთმანეთის ტოლი იყოს იდეალურად და უკვე გამომივიდა 5.4. მაგრამ ეს რო წარმოვიდგინოთ, აი სიტყვაზე რო დავხაზო მე კვადრატები, ეს არის ყველაზე მარტივი გზა წარმოსადგენად, აი დავხაზე 1 კვადრატი. ეს რაც გულისხმობს, ანუ მე მაქვს 1 კვადრატი, რომელსაც ვუმატებ კიდევ ერთი ესეთი კვადრატიდან 1/4-ს. ანუ ერთს უნდა დავუმატო 1/4. გავყოთ ეს ყველაფერი 4 ტოლ ნაწილად. ანუ 1/4 რას გულისხმობს? მე მაქვს რაღაცა კვადრატი, რომელიც 4 ტოლ ნაწილად მაქვს გაყოფილი და აქედან ვიღებ მხოლოდ ერთ ნაწილს. მრიცხველი გულისხმობს ამ ნაწილს, ნიშნელი გულისხმობს მთლიანად საერთო ნაწილების რაოდენობას. ანუ მე თუ წარმოვიდგენ პირველ კვადრატს და თუ გავყოფ მას 4 ტოლ ნაწილად, მასში რამდენი მეოთხედი ყოფილა? ანუ მე მაქვს 1 ესეთი სვეტი, მეორე ესეთი სვეტი, მესამე და მეოთხე. ანუ ერთი მთლიანი კვადრატი მიმაძლევს 4 ცალ მეოთხედს, მაგრამ მეორე კვადრატში მაქვს მხოლოდ 1 მეოთხედი დაშტრიხული. შესაბამისად, სულ რამდენი მეოთხედი ყოფილა? 1, 2, 3, 4 და 5. გამომივიდა მათი ჯამი უდრის 5 მეოთხედს, ანუ 1.1 მეოთხედი ყოფილა იგივე რაც 5 მეოთხედი. ახლა ავიღოთ მეორე წილადი და ზუსტად იგივე გავაკეთოთ. საუბარია 3.2 მეოთხედზე, ანუ 3 ცალი კვადრატი მაქვს, რომელიც არის შევსებული თავიდან ბოლომდე. ანუ მოდი ამასაც 4 ტოლ ნაწილად გავყოფ, იმიტომ რომ აქაც მეოთხედზეა საუბარი. ამასაც 4 ტოლ ნაწილად გავყოფ და მესამე კვადრატსაც გავყოფ 4 ტოლ ნაწილად და უნდა შევავსო თითოეული მათგანი. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. ანუ სულ რამდენი მეოთხედი გქონია? სულ გქონია 12 მეოთხედი. მაგრამ ამას აი ამ 3 თელს კიდე უნდა მივუმატოთ ისევ ესეთი კვადრატიდან, რომელიც მაქვს 4 ტოლ ნაწილად დაყოფილი 2 მეოთხედი, ანუ 1 მეოთხედი და უნდა მივუმატო 2 მეოთხედი. საბოლოო ჯამში რა გამომივიდა? ანუ ზევით ზედა 3 კვადრატში მაქვს 12 მეოთხედი, ხოლო ქვევით მაქვს 2 მეოთხედი სულ რაღაც. ანუ 12-ს რომ 2-ს დავუმატებ, შეგვიძლია დავითვალოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13 და 14. ანუ სულ ეს მეოთხედი კოლონები მქონია 14 ცალი, ანუ 14 მეოთხედი მაქვს მეორე შესაკრებში, პირველ შესაკრებში მაქვს 5 მეოთხედი და საბოლოო ჯამში გვაინტერესებს აი მათი ჯამი. ამას შემიძლია მივადგა კიდევ ესე 5 მეოთხედი, ანუ უბრალოდ შევკრიბოთ მრიცხველები. 5 მეოთხედი მაქვს აქედან და შემდგომში უკვე ამას დავუმატებ 14-ს და მექნება რამდენი მეოთხედი? 19 მეოთხედი. გამოვიდა, რომ სულ გასულა 19 მეოთხედი საათი და ეს არის ჩვენი პასუხი.